ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მინდა რომ ეს ვიდეო მიუძღვნა ჩემს საყვარელ გამომწერს ნინის ბოლო ზარის და სკოლის დამთავრების აღსანიშნავად და ასევე ჩემს თავს და ყველა ადამიანს, ვისაც რაღაცა დიდის გაკეთება უნდა, შეუძლია და ეშინია ამის წინაშე. და მოდი დღეს ამ თემაზე ვისაუბროთ. დღეს ჩემი ბოლო ზარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. დაიწყო ახალი ეტაპი და დაიწყო შიში და შფოთვა ჩემში. მეშინია სამსახურის დაწყების, გამოუცდელობის გამო, ახალი ადამიანების გამოჩენის, მაგრამ თამბედნიერი ვარ. დავამთავრე ურთულესი პერიოდი და ურთიერთობები. ამაზე ცალკე კომენტარს დაგიწერ. მე მნიშვნელოვანი თემაა ჩემთვის და არა მარტო. ხო. ეხლა მე მინდა გითხრათ ჩემზეც მინდა გითხრათ და ნინი შენზეც გეტყვი. ესე იგი, მოდი შორიდან დავიწყებ. მე პატარა რო ვიყავი, თქვენჩით ყველამ რო ძალიან ადრე გავთხოვდი. ესე იგი, 16 წლის ამ გავიცანი და 17 წლისა გავთხოვდი და ანუ წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ არაფერზე, არ მქონდა საერთოდ არაფერი, არც ერთს, ანუ ჩვენ ორ შორის არც ერთი არ იყო. არც შემდგარი, არც ჩამოყალიბებული, არც თავის საქმე არ მქონდა არაფერი. და ასეთ დროს ძალიან ძნელია რომ ანუ გაურკვევლობაში მიდიხარ. თან ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე. მეც დავამთავრე ეს ურთულესი პერიოდი, ურთულესი წლები. შემიძლია მაგაზეც პატარა გადახვევა, მაგაზეც პატარა გადახვევა გავაკეთო. და მე ანუ წავედი კიდევ აბსოლუტურ გაურკვევლობაში. ხო, მე ვიყავი ბავშვი, რომელსაც არსად არ უშვებდნენ, ანუ კალთაზე ყავდათ გამოკერებული, იმიტომ რომ მშობელი არ მყავდა და დედის გარეშე დარჩენილი ბავშვი რო ყავს დატოვებული და თან პასუხისგებლობა გაქვს მასზე, გეშინია რომ აიმედა რამე არ მოხდეს, ამიტომ არსად არასდროს არ მიშვებდნენ, ყოველთვის ვიჯექი სახლში, როცა ჩემი ტოლები დადიოდნენ მდინარეზე ან სადმე, ანუ მე ყოველთვის ვიჯექი სახლში, არ ვიცი ცურვა, არა, ეგრე არ შეიძლება, ეგრე არა. ანუ არსად არ დავდიოდი არასდროს და ვიყავ ყოველთვის სახლში და დაშე თუ ვინმესთან ერთი ამხანაგი რომ მყავდა, მეგობარს ვერ ვიტყვი, ამხანაგი რომ მყავდა, იმასთანაც კი, როცა მივდიოდი და იცნობდნენ მთელ მის ოჯახს, ყველაფერს და რაღაცა, იქაც კი დრო მქონდა დაწესებული, რომ აი ამ დროს უნდა დავუბრუნებულიყავი სახლში, ძალიან კალთას გამოკერებული ბავშვი ვიყავი რა და შინაგანად კი ძალიან თავისუფალი ადამიანი ვიყავი. ანუ მე ზუსტად ის ადამიანი ვარ, ვინც ფრთები უნდა გაშალოს და ზესეწვიოს სეცაში და არ და გავიზარდე ისე, თან გაბმულად რა. ხო და დაშე აი ოცნებები მქონდა ისეთი, რომ გავიზრდები ამერიკაში, წავალ მაშინვე და აი ამას ვიზავ და იმას და მეუბნებოდნენ, რომ აი ფეხით დაგაბავთ აქ ჯაჭვით და არ გაგიშვებთ, იმიტომ რომ მე რა ვიცი იქ რა მოგივა და მე რა ვიცი იქ რა სიზავ და ანუ იმ მომენტში შენ შეიძლება ვერაცნობიერებ, მაგრამ შენში რაღაცა შიშები რომელსაც სხვები ტრანსლირებენ შენში, რეალურად მე თანდათან შენი ნაწილი ხდება. ანუ შენ ვერც ხვდები. ანუ ის შიში რომელიც შენი არ იყო, შენი ხდება დროთა განმავლობაში. რაღაც დრო რო გავა. ხო. და ანუ ჩემთვის ისიც კი რომ მაგალითად ჩავაბარე უნივერსიტეტში, არ ჩავაბარო, ლია მეუბნება, იმიტომ რომ წელს მე ვერ გამოგყვები, ამიტომ არ ჩავაბარო. მაგრამ ძალიან მინდოდა რომ ჩამბარებინა, თან არც მომზადებული ვარ, იცით ჩემი ისტორია. ისე გავედი სკოლის წოდნით და ჩავაბარე. ნუ, არ ჩავაბარე საუკეთესო შედეგებით, რაც შემეძლო, რომ მომზადებულიყავი, მაგრამ ჩავაბარე. მოხდი ილია უნიში. და ბავშვი რომელიც კალთაზე იყო გამოკერებული, ბავშვი რომელიც ხამე არსად სხვაგან არ დარჩენილა საკუთარ პაპის დასთანაც კი, ანუ თბილისში მოვდივარ უცხო ოჯახში, უცხო არა, ჩვენი ნაცავები იყვნენ, მაგრამ ერთხელ მყავდა ეს ხალხი სულ ნანახი და თან მთელი ოჯახი არც მყავდა ნანახი რა. და უცხო ქალაქში, უცხო ოჯახში, ამ დროს ბებია ჩემი ჩამოვარ და მოიტეხა ფეხი, კიბიდან ჩამოვარ და მოიტეხა ფეხი. გავუკეთეს ოპერაცია. და ანუ მე დამოვედი და ვცხოვრობ აი ამ უცხო ქალაქში, უცხო ოჯახში, ვარ სულად მარტო, მაგ ძალიან დიდი მარტოობა, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ვაცნობიერებ საკუთარ თავთან დიალოგი არ მაქვს, თავს ვქნობ ძალიან მარტო, დაკარგულად, მაგრამ თან ამავდროულად ვარ ძალიან კარგად, იმიტომ რომ იმ პერიოდში გავიცან ნიკოტი, გვაქვს ურთიერთობა და აბსოლუტურად ყველაფერი გადახურა. ამან არ დავდიოდი უნივერსიტეტში, უამრავ დროს ვატარებდით ერთად, და ჩემთვის ესეთი ადამიანის აღმოჩენა იყო საოცრება, იმიტომ რომ ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები,
ადამიანები, რომელთანაც მე საერთოდ არაფერი არ მქონდა საერთო, რომელთანაც უფრო მეტიც მე არ მქონდა არც ერთი თემა, რომელზეც შემეძლო რომ მელაპარაკა და ეს ჩემს საინტერესო ყოფილიყო და ისე კიდე რომ საინტერესო არ ყოფილიყო და მელაპარაკა მე არ მიყვარდა. და ანუ ეს იყო ჩემთვის, არ ვიცი, ამა გადამატაინა ალბათ ის რთული პერიოდი და მე რა ვიქნა გავთხოვდი და რომ გავთხოვდი წავედი ქალაქში, რომელიც არასდროს არ მქონდა ასევე ნანახი, თბილისში მქონდა ნანახი და რუსთავში არასდროს არ ვიყავი იქამდე დამყოფი და ასევე წარმოდგენა რო არ გაქვს, საერთოდ როგორ უნდა იცხოვრო რა, საჭმელი როგორ უნდა ჭამო, მაგის წარმოდგენაც არ გაქვს. კი გვეხმარებოდნენ, მაგრამ მე მიჩვეული ვიყავი ესე ჩემ გემოზე ცხოვრებას და ამ დროს დადგა ის მომენტი, რომ შენ ხარ დამოუკიდებელი, შენ შექმენი ოჯახი და ხარ შენ დაიწყო ნელ-ნელა შენი თავის უზრუნველყოფა რა. და იცი როგორ მახსოვს ის მომენტი, რომ ქუჩაში გავდიოდი, ვხედავდი მანქანებს, რომელიც სადღაც მიდიოდნენ და ყველა მანქანა სადღაც მიიჩქარდა და ფიქრობდი, ხა მერთო, ნეტა რას აკეთებენ ეს ადამიანები? აი რითი არიან დაკავებულები, ნეტა დიდ ფულს რო შოულობენ, ეგ ადამიანები რას აკეთებენ? მე ნეტა ჩემი ადგილი სად არის? ნეტა მე რა უნდა გავაკეთო? ნეტა მე ვინ ვარ? ნეტა მე რა მინდა? წარმოიდგინე და ამას დაემატა ორსულობა, ბავშვი, როცა ძიმე ორსულობა, მე ბავშვი ხელში, როცა ბავშვი იქამდე ხელში არ ჭერია, სხვისი ბავშვიც კი არ ჭერია ხელში. და ეხლა წარმოიდგინე პროსტა რა დონის შიში და რა დონის აი ეს იყო რა, მაგრამ იმ მომენტში მე ამას არ ვცნობდი ხალხო. იმ მომენტში მე ერთადერთი მახსოვს აი ის რომ ის საღამო რომ უნდა წამოსულიყავით რუსთავში ვიფიქრე, მე ნეტა სად მივდივარ თქო და მე გვერდზე გავხედე კოდის და ვთქვი რომ სადაც უნდა წავიდეთ ამ ადამიანთან ყველგან წავალ თქო რა. და всё. всё. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის რუსთავი იყო ძალიან უცხო ქალაქი, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს ვერ ვისწავლე, სად რა მარშრუტკა დადიოდა, იმიტომ რომ ლაგოდეხში ჩვენთან მარშრუტკები საერთოდ დადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მტკივდებოდა თავი ქალაქში, რომ გავდიოდი თბილისშიც და რუსთავი თბილისში ხო საერთოდ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაშინები და ქარი, რუსთავში სულ ქარია და ესე იგი ხის ფანჯრები რო იყო, ღამე რო დაწვებოდი, ისმოდა ქარის კივილი და ეს კივილი გავდა ტირილს, თითქოს ბავშვი ან ქალი, აი სადღაც გოდებით ტირის და ისე მეშინოდა. მაგრამ ისევ და ისევ ის ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდზე იყო, მოძლებდა იმას, რომ всё, ყველაფერი ოკეია. და ჩემი თავი რა თქმა უნდა. მაშინ არ ვიცოდი მე როგორ ძლიერი ვიყავი. ხო, იმიტომ რომ თუნდაც სხვა ადამიანი რო დაინახო, ძალიან დიდი და ძალიან მაგარი სხვა ადამიანი, მაგისთვისაც საჭიროა, რომ შენ იყო ძლიერი. შენ თუ ძლიერი არ ხარ, უბრალოდ ვერ შეძლებ, რომ შვიდად იყო თუნდაც ძლიერი ადამიანის გვერდით, იმიტომ რომ შენი შიშები აგიტანს და დაგკარგავს საერთოდ ცხოვრებაში. მით უმეტეს თუ მე ესეთ გარემოში ვიზრდებოდი, რომ ნახე მეუბნებოდნენ, არ გააკეთო ეს საშიში, არ გააკეთო ეს საშიში და თუ გავაკეთებდი და ფეხს წამოვკრავდე და ვეცემოდი, აი ხო გეუბნებოდი. ხო გეუბნებოდი შესულელო, ხო გეუბნებოდი შემეოცნებე სულელო, რო კი ეს არის მოიმტრევ. მე უნდა დაგიჯერო, მე როგორც გეტყვი, ისე უნდა იცხოვრო, ეს არის სწორი, ეს არის მართალი. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, სადაც შენ ბედნიერი იქნები. და მე მჯეროდა. თუმცა ყოველთვის მქონდა რაღაცნაირი შინაგანი კომპასი, რომელსაც გონებით კი არ ვაკეთებდი. აი ეს მეუბნებოდა, შეიძლება მკარნახობდა, რომ არა ნინი, არა. აი ეს არის სწორი, აკეთი, არა, აკეთ. და მივიდიოდი. ეს არ იყო ფიქრი, ეს არ იყო გაცნობიერება, ეს იყო შინაგანი ცოდნა, რომელიც ჩემში იყო. მე არ ვიცი საიდან მადლობა ღმერთო, რომ იყო. ჩემს სულში იყო ეს. ჩემი სულის ნაწილია ეს. ჩემი სულის, რომელიც დღეს არ დაბადებულა. ჩემი სხეული შეიძლება გუშინ დაიბადა, მაგრამ ჩემი სული არ დაბადებულა გუშინ. ის უკუდავია და აი ამიტომ მას ჰქონდა ის ცოდნა, რაც მე არ მქონდა და ის მაძლევდა. და ყველა ნაბიჯი, აი ნინის ვეუბნები და გეუბნებით ყველას. ხართ დიდი თუ პატარა, არ აქვს მნიშვნელობა, აი რაღაცა შეუცნობელის წინაშე გიხართ და გეშინიან. აი მე გეუბნები ყველა ნაბიჯი, რომელიც ავდექი და გადავდგი შეუცნობელში, გადავდგი ბურუსში, იქ სადაც არ ვიცოდი რა მელო და აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი იყო სწორი. აბსოლუტურად ყველა ნაბიჯმა გამზარდა. ნახეთ რა ხდებოდა, რაღაცას ვერ ვიღებდი, რაღაც არ იყო ჩემი. იმას კი არ ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი არ არის, ამას ვერ ვიღებ და აბა ეხლა ვაიმე დავჯეთ და ვიგოდოთ. არა. ნახეთ რას ვაკეთებდი, გოდება მოვხდ. ნახეთ რას ვაკეთებ ვიგოდოთ. რას ვაკეთებდი?
ცულიდი რაც არ მომწონდა. უბრალოდ ცულიდი. ხო. აი რაღაცები რაც ვერ შეცვლი, მაგრამ რაც არ მოგწონს. ანუ შეიძლება შეცვალო. ისეთი რაღაცები რა, აი, ყოველდღიურად ხელს გიშლის, რაც გაშინებს, რაც შენზე სულად აისახება. ანუ მოქმედება შეიძლება ეგ შეცვალო. ეხლა გაქვს ესეთი პერიოდი. ყველას გვაქვს ეგეთი პერიოდი, ყოველთვის, მაგრამ აი ცხოვრების დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მეც გაბედავ და რაც მე ნაბიჯს გადადგავ, მით უფრო მაგარი იქნები 10-20 წლის მერე. ანუ მით უფრო მეტი რაღაცა გექნება გაგებული ნანახი, ნაგრძნობი. რეალურად როცა 16 წლის ვიყავი, მეგონა რომ მთელი ცხოვრება წინ არის და 40 წელი ძალიან ბევრია და 45-50 უკვე სიბერია და სინამდვილეში როცა 16 წლის ვიყავი და 18 და 20 აი ესე თვალის დახამხამი ბასავით მოვიდა 35-40-იც მოვა და 50-ით და მე ხვდები ამდენად ცოტა დრო გქონია ის სიმღერა როა, ხო? ანუ მართლა ძალიან ცოტა დროა და ძალიან სწრაფად გადის. ამიტომ ყველაფერის ცადეთ ხალხო რაც გინდათ, ყველა სიგიჟე, აბსოლუტურად ყველაფერის ცადეთ და ყველაფერი გააკეთეთ, იმიტომ რომ ანუ რაც შეიძლება რომ ვინანოთ, ეგ არის რაც არ გავუკეთებია რა. რაც გულით გვინდოდა, რაც ჩვენი სურვილი იყო. ანუ რაც გავაკეთეთ, მაგას არ ვინანებ. ანუ მიტოვება და თავის განებება ყოველთვის შეიძლება. შეცვლა და გამოსწორება და მოდიფიკაცია საკუთარ თავზე მორგება ყოველთვის შეიძლება. და აი თუ არ დაიწყე შიშის გამო, მაგალითად, 16 წლისამ რაღაცა არ გააკეთე, იმიტომ რომ შეგეშინდა. მე 18 წლისამ კიდევ უფრო დიდ რაღაცას არ გააკეთებ, მე 20-ის და ანუ რაც უფრო იზრდები, ეს შიშის, მეც კი ნახე რა დამემართა. მქონდა პერიოდები, როცა აი ძალიან აი უთავსახუროთ ვიცხოვრე, ასე ვთქვათ, აი არ მქონდა თავსახური, არ მქონდა კრიშო, ანუ არ მქონდა ზღვარი, აი ყველანაირი სიგიჟე სისულელე გავაკეთე, რაც შეიძლება რომ გამეკეთებინა მე იმ მომენტში. და რასაც ჩემი თავი და ჩემი მორალი რის უფლებას მათლება, აბსოლუტურად ყველაფერი გამიკეთებია და ძალიან მაგარი იყო. ყველაზე მაგრად ზუსტად ეგ ყველაფერი მახსენდება და მე დამიდგა პერიოდი, როცა გავხდი დედა, როცა ჩემი შვილები წამოიზარდნენ, როცა დამიდგა სინანული, რომ ესე რატო არ გავაკეთე, აქ რატო შემეშალა ბავშვთან მიმართებაში, საკუთარ თავთან მიმართებაში. მე რომ ნახე, რომ აი რაღაცა რომ შემეშალა, ანუ ამან აი ესე მიიქნა, აი მაგალითად იგივე კვებაზე, ხო? და მე ნახე რა ვქენი, დავიწყე ჩაკეტვა და დავიწყე რადგან ჩემი თავი მე აღარ მეგულნოდა და დედა ვიყავი, დავიწყე ანუ ფრთხილად მოქცევა, ასე ვთქვათ. და ამ ფრთხილად მოქცევამ ბოლოს იქამდე მიყვანა, რომ მივხვდი, რომ აღარ ვცხოვრობდი. ანუ შეიძლება ეს ვიღაცასთვის ბრძნული არის, მაგრამ ჩემთვის ეს სისულელეა. იმიტომ რომ მე ჩემთვის არ ვიცხოვრო, ნიშნავს თავი მოვიკლა. ანუ და ნახე თუ მე ამას ანუ გაცნობიერე რომ მე არ მინდა თავის მოკლა და თუ შიშმა ის მიიქნა რომ მე აღარ ვცხოვრობ, მე რაც ვაკეთებ, გაუცნობიერებლად ვიწყებ თავის მოკლას, ანუ თუნდაც ზედმეტი საჭმლით, დამოკიდებულებაში გადაშვებას, რატო? იმიტომ რომ ჩემი თავი ჯერ ერთი ეგრე მშველის და მეორეც ერთი იქიდან მეძახის, რომ აი ამას ხო მიაქცევ ყურადღებას, აქედან ხო ამომიყვან, თუ არ და მოკვდი, აი მოკვდი. ან გადარჩი, ან მოკვდი, აი ჩემი თავი, ჩემი სული, ყოველთვის მაყენებდა იმ მდგომარეობაში, რომ ან იცხოვრე, ან მოკვდი. ანუ შეიძლება ასე არა ამ წუთას, მაგრამ და მაინც მოკვდები, ხო? ტანჯვით. ხოლო მე კიდე არ მინდა რომ ტანჯვით მოვკვდე. მე მინდა რომ ვიცხოვრო. ანუ მე არ მინდა რომ ჩემი ცხოვრება იყოს საცოდაობა რა. ანუ ჩემივე თვალით საცოდაობა. საცოდაობა ჩემთვის ისევ და ისევ ის არის, რომ მე არ ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ხო? ანუ ყველას აქვს თავისი მინდა, ყველას აქვს თავისი შესაძლებლობა, ყველას აქვს ფრთების ადგაშალოს და როგორ. ანუ ეს ყველას თავისი აქვს. ანუ იმ თუნდაც ქეთის თავისი აქვს, შენ თავისი აქვს, მე თავისი მაქვს, ანუ ყველას თავისი აქვს, ხო? მაგრამ არ ვიცი, შეიძლება არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ფრთების არ გაშლა არის მისი ცხოვრება, მაგრამ ჩემთვის ხო ეგ სიკვდილია. ჩემთვის ეგ სიკვდილია უბრალოდ. არაფერს აღარ აქვს აზრი. არაფერი აღარ მინდა, ყველაფერი ნულზე დადის. და მე გავიარე ძალიან დიდი გზა. ანუ გოგოდან, რომელიც არავის უყვარდა, და ჩემი მოკვდა და მაგის მერე. და ცდილობდა რომ კარგი გოგო ყოფილიყო. რატო?
იმიტომ რომ სიყვარული კი არა, მიმღებლობა მაინც დაემსახურებინა. მაინც ვერაფერი დავიმსახურებ. მე ვაფშე ავუშვი ყველაფერს. მივადგი გაზფეხი და ვიყავი ის ვინც ვიყავი. არაფრის დამსახურებას აღარ ვცდილობდი და დავიწყე ჩემი თავის შეყვარება და მიღება. ეს აი ესე ჟღერს რომ საკუთარი თავის შეყვარება, რა არის საკუთარი თავის შეყვარება, ხო? ამაზეც ვისაუბროთ სხვა ვიდეოში. ანუ ეს არის ძალიან დიდი პროცესი. ეს აი ყველა გეუბნება რომ შეიყვარ შენ თავი, არავინ არ გეუბნება როგორ უნდა შეიყვარო შენ თავი. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი რეალურად. ანუ ეს არ ხდება ესე. დავიძინე გავიღვიძე, ჩემი თავი მიყვარს ისევე როგორც მაგალითად დავიძინე გავიღვიძე 20 კილო არ დავიკელე არ ხდება. ანუ ყოველ დღე იმისთვის რომ ეს 20 კილო დავიკლო რაღაცას ვაკეთებ, ხო, რუტინაში. ზუსტად საკუთარი თავის სიყვარული. ყოველ დღე რუტინაში რაღაც საკეთებ, იმისთვის რომ შენ თავი გიყვარდეს. ანუ შენ თავზე სრულად სიყვარული გამოამჟღავნო. აი ეგაა და ეგაა. всё. ხო, და აი ახლა მაგ პერიოდი, როცა ჩემი თავი მივიღე, როცა ჩემი თავი შევიყვარე და ახლა უკვე ჩემი ოცნებებისკენ მინდა წასვლა. არა საკუთარი თავის არ მიღებიდან და სიყვარულიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი თავის სიყვარულიდან და მიმღებლობიდან გამომდინარე. არა იმისთვის რომ ფული ვიშოვო, არა იმისთვის რომ წარმატებას მივაღწიო ვინმეს თვალში, არამედ იმისთვის რომ მე რაც შემიძლია, აი მაგის რეალიზება მოვახდინო. რაც მე შემიძლია, არც მეტი, არც ნაკლები, არც პეტრეს ვედრები, არც ივანეს, არც არავის, აბსოლუტურად არავის, რატო? იმიტომ კი რომ მე ვინმეზე მეტი ვარ, ან მე ვარ ვინმეზე ნაკლები. არა, მე ვარ. და მე ვედრები მარტო ნინი ვინ იყო გუშინ და ნინი ვინ იქნება ხვალ, აი ამას. მხოლოდ ამას. და მე მინდა, რაც მე შემიძლია, ანუ ჩემს ნულზე კი არ ვიყო, რაც მე შემიძლია ის ვაკეთო ცხოვრებაში. და კიდე 10 წელი გავა, მე არ ვიფიქრო, ღმერთო, ეს 10 წელი, ანუ რას ვაკეთებდი? აი, რაში გავიდა ჩემი, ანუ ნული იყო, თუ შენ არსებობ, გადის წლები, 10 წელი გავა და აი ზურიკელა რო ამბობდა ბებია ჩემის გამომცხარი ჭადები ვირკავდნენ დღეები ერთმანეთს, ანუ გავა 10 წელი და შენ აღმოაჩენ, რომ ცარიელი, zero. ამაზე დიდი შიში ჩემთვის არაფერი არ არის. და მიუხედავად ამისა, მე დღეს, რომელმაც სიგიჟები გავაკეთე, სიგიჟები გამოვიარე, სიგიჟები გავბედე, დღეს მე შინია გავბედო ისაც მინდა. მე შინია გადავდგა პირველ ზუსტად გუშინ წინ ამაზე ვსაუბრობდი ოჯახის წევრებთან, ჩემს ნდობით აღჭურვილ პირებთან, რომ მე შინია რომ გავაკეთო ისაც მე მინდა. და ეს ნორმალურია. ჩვენ ყოველთვის გვეშინია რაღაც ახალში შებიჯების რატო, ეხლა როცა შენ გაიზარდე, როცა შენ გაქვს უკვე პასუხისგებლობები აღებული შენ თავზე და სხვებზე, როცა შენი თავი შეიყვარა და მიიღე ნახე, რას ნიშნავს ახლის დაწყება, ნიშნავს რაღაც ახალზე პასუხისგებლობის აღება, ნიშნავს ცვლილებებს. ანუ შეიძლება არა მარტო ის სფერო, მთელი შენი ცხოვრება შეიძლება, ყველაფერი შეიძლება და შენ ეს ყველაფერი უნდა დაალაგო. და ეს რთულია, ეს მტკივნეულია. პასუხისგებლობის აღება, არა სიტყვებით, არამედ საქმეში, ეს ძალიან რთულია, ძალიან საშიშია. და ეს ნორმალურია, რომ გეშინია. მაგრამ ნახე რა არის ყველაზე მთავარი. თუ ისე ძალიან გეშინია, რომ ეს შიში შენ გჯობნის, მაშინ არ გააკეთებ. და იქნები სინანულში. და თუ გეშინია და აცნობიერებ, რომ გეშინია, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს შანსი ჩახედო ამ შირს და უთხრა, აი რა მოხდება, რო გავაკეთო მაგალითად, რაც მინდა, რა მოხდება, არ გამომივა, ოკეი, მე რა. ავდგები, კიდე გავაკეთებ, კიდე არ გამომივა, ოკეი, მე რა, კიდე გავაკეთებ 10 ჯერ, 100 ჯერ, მილიონ ჯერ. ანუ სანამ ცოცხალი ვარ, არ დავნებდები. და მე ხვდები, რომ ეს შიში არა ისეთ საშიში. ანუ უნდა იცოდე, რად გიღირს, რაზე ხარ წამსვლელი, რად გიღირს. და თუ გიღირს, არ უნდა დანებდე. და ამ დროს დამნიშნულოვანია საკუთარი იაკად, საკუთარი შუქურთის ქონა. რომელიც შენ გეუბნება რა არის სწორი, იმიტომ რომ როცა შენ მიდიხარ წარმატებისკენ, ეს ნიშნავს, რომ წარუმატებლობიდან წარუმატებლობამდე გზა უნდა გაიარო იმის რომ მიხვიდე წარმატებამდე. და სანამ გზას გადიხარ ერთი წარუმატებლობა, მეორე, მე-10 და მე-100, იმიტომ რომ 101 შეიძლება იყოს წარმატება. სანამ გზას გადიხარ, ყველა ვისაც არ დაეზარება დედა, მეზობელი, შეიძლება დედამ არა, სიტყვაზე ვამბობ, ხო? ყველა ადამიანის შემთხვევაში სხვადასხვა. ყველგან იქნება აი ეს, რომ გეტყვიან, რომ
ეხლა გეუბნებოდი რა, ეხლა გეუბნებოდი რომ სისულელეს აკეთებ. აი არ ვარ დამიჯერე. აი ნახე ეხლა შენი კლასელი, შენი მეზობელი, აი ჩემი თანამშრომლის შვილი ან შვილი. ნახე ეხლა ის შენ ხელაა და დაუჯერა დედას და ხედავ ეხლა რა წინ წავიდა. ამდენი არის შემოსავალი ესეთი მანქანა ყავს, ხმა არ ყავს, შვილი ყავს, ყველაფერი შენ რაფერი არ გაქვს. და სულ ეხლა დედიკოს არ დაუჯერა ბებიას ან დაას ან რა ვიცი ვინმეს. სისულელეა. ჩვენ ყველას ჩვენი გზა გვაქვს და ვიღაცას რო გარედან ჩანს რომ ყველაფერი აქვს, საერთოდ არ ნიშნავს რომ ეს ადამიანი კარგად არის და მართლა ყველაფერი აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ეს ყველაფერი აქვს. შეიძლება ეს ყველაფერი აქვს. და ეს ყველაფერი ის ყველაფერი არ არის, რაც მას უნდოდა, რო ქონოდა. ან შეიძლება ის ყველაფერი რაც მას უნდოდა ზუსტად რო ქონოდა და ამისთვის ზუსტადად არ დანებდა და თავის გზას გაყო. ანუ ჩვენ ასოს არ ვიცით სხვა ადამიანის, ანუ თუ ის ადამიანი ჩვენ არ ვართ. არასდროს. ამიტომ არასდროს არ უნდა შევადაროთ, რამდენი არასდროს თქვი. ჩვენი თავისუფლების უბრალოდ ჩვენს გზაზე უნდა ვიაროთ. და არა აქვს მნიშვნელობა, აი ძაღლშეთ გამგე, ვაიმე, ეხლა რაღაც დროს ჩემ, რას თქვია რაღაც დროს ჩემი. 100 წლისაც რო იყო. ეხლა TikTok-ზე შემდგა ბებია, რომელიც ვარჯიშობს. ისე მომწონს გიჟდები. გიჟდები. ანუ შეიძლება ვიღაცა გამოვიდეს, მის ხელა ბებია და თქვა და აუ რაღაც დროს შენი ესა, კაი და სირცხვილე ასტინგიცო. ეგეთი ხალხს ვეუბნები. შენ თუ ვერ ბედავ, შენ თუ არ კინე, ჩუმად იყავი. ანუ საოცრებაა. ანუ არიან ბებიები, რომლებიც მაკიაჟს იკეთებენ, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები, ანუ სხვა კონტენტი აქვს რა, ანუ იგივე TikTok-ზე მხდებიან ხოლმე. რომლებიც აი ეს ანუ სხვა რაღაცას აკეთებენ, აკეთებენ ეს ადამიანები, ხვდები? ანუ ეგაა მთავარი. ანუ ისინი აკეთებენ. ეს არის საოცრება. იყავ შენ თავი და აკეთე რაც გინდა. და შიში ნორმალურია. და თავიდან შეიძლება არც იცი ვაფშე რა გინდა. ანუ შენ იმდან ჯერ არ ხარ გაცნობილი შენ თავს რომ და შენ თავს კიდე ცხოვრებაში. საერთოდ არ იცი რა გინდა. პირველ ნაბიჯი გადადგენ. გზა აუცილებლად გამოჩნდება. არ შეგეშინდეს. უბრალოდ ნახე, როცა ვამბობ რომ არ შეგეშინდეს, რას ნიშნავს? შეგეშინდეს. უბრალოდ ამშის აი ახლა მე როგორც მიყურებ ეს ჩახედე თვალებში, მოусმინე, უთხარი რომ მე ვიცი რომ შენ გინდა რომ რაღაცისგან დამიცვა გადამარჩინო. მადლობა. დიდი მადლობა ძვირფასო. ჩათვალე რომ გადამარჩინე. მე გავითვალისწინებ ყველაფერს, მაგრამ მე იმისი უფრო მეშინია რომ არ გავაკეთო ის რაც მე მინდა. ამიტომ მოდი, დამეხმარე. ჩემი დამხმარე გახდი. გარდა იქმენი რაღაც სხვათ და დამეხმარე. ანუ შიში ნორმალურია. უბრალოდ ამან არ გაგაჩეროს. ყველას, ვისაც მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, თქვენი გამოცდილება დაწერეთ. რამდენჯერ გქონია ცხოვრებაში, რომ აი რაღაცის გეშინოდათ და არ გააკეთეთ და ინანეთ, ან გააკეთეთ და ინანეთ, ან გააკეთეთ და არ ინანეთ. დაწერეთ თქვენი მაგალითები და გამოცდილება. მიყვარხართ, კოცნით და იცოდეთ, არასდროს არაფერი არ არის არც ადრე და არასდროს არაფერი არის არც გვიან. ყოველთვის ყველაფერი ხდება და მაშინ როცა და როგორც უნდა მოხდეს.